იპოთეკარების მორიგი საპროტესტო აქცია ქობულეთში საბანკო სესხით დაზარალებულები დღეს მუნიციპალიტეტის გამგეობაში შეიკრიბნენ და გამგებელთან სულხან ევგენიძესთან შეხვედრა მოითხოვეს. თუმცა გამგებელი ადგილზე არ იმყოფებოდა. იპოთეკარების განცხადებით ამ დრომდე მთავრობის დაპირება დაბალ პროცენტიანი და გრძელვადიანი სესხის თაობაზე არ სრულდება. აქციის მონაწილეთა განცხადებით ეს მათი ბოლო გამოფრთხილებელი აქცია იყო მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი ისინი საქართველოს მოქალაქეობაზე უარს იტყვიან. იპოთეკარების მოთხოვნებს დღეს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან არავინ გამოხმაურებია. ჩვენ ვართ ნაციონალური მოძრაობის რეჟიმის მსხვერპლი. იყო დაპირება, მაგრამ 3 წელი უკვე ხდება და ეს არაფერი არ ჩანს დახმარების მხრივ. ჩვენ ეხლა ვაყალიბებთ კავშირს ყველა იპოთეკართან საქართველოში, რათა გავერთიანდეთ და ალბათ გავაკეთებთ იმას, რომ ნახოთ ის ოპოზიციური პარტია, რომელთანაც დაუდგებით გვერდით. მოვიდა 6,700,000 ლარი, რომელიც მოვიტანეთ ჩვენ ქობულეთმა დაზარალებულმა მოსახლეობამ, მაგრამ ვის ჯიბეებში მიდის ეს თანხარბიცი? ჩვენ გვეუბნებია, რომ ჩვენ ვერ ვაკმაყოფილებთ, თუ კი მექნებამე დიდი სასუმრო 24 ოთახი, საბილიარდო კორტები და ესეთი რაღაცა, მაშინ მე ჩვეულებრივ ბანკსაც მიმართავდი. ჩვენ ვართ დაზარალებული, რას ქვია? დაზარალებული იმას ქვია, რასაც გვირდებოდა ჩვენ არჩილ ხაბაძე, რომ მოგცემდა გრძელვადიან და დაბალპროცენტიან სესხი და ამტკიცდა და ჩვენ გვაქვს ჩანაწერები პირადად, რომ იქნება ეს სესხი 15%-იანი, 12% გვიხდიდა სახელმწიფო და 3% ჩვენ გადავიხდით 3 წლის განმავლობაში. აი ეს სესხების დარიგება დაიწყო, მაგრამ ჩვენ ქობულეთელი მოსახლეობა ვართ ისე დღეში.